საღამო მშვიდობისა, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის გმირია ჯორჯ ორუელი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი წიგნის და ალბათ ყველაზე აქტუალური ტექსტის ავტორი. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, მადლობა ჩვენს ახალ გამომწერებს და ერთგულ მაყურებლებს. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ არხის არსებობისთვის. ვისაც მეტად სურს დახმარება, მათთვის ყველა მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში. ბევრი რამ ჯორჯ ორუელის ცხოვრებაში და შემოქმედებაში ბოლომდე ცხადი არ არის. მისი მსოფლმხედველობა რამდენჯერმე შეიცვალა. ბავშვობაში ის იყო სავსე პატრიოტული გრძნობებით, პატრიოტულ ლექსებს წერდა. ახალგაზრდობაში აპოლიტიკური იყო. 1930-იან წლებში თავს სოციალისტად თვლიდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მთავარი სოციალისტური ქვეყანა, საბჭოთა კავშირი, არ შეესაბამებოდა იმ წარმოდგენებს, რომელიც მას გააჩნდა სამართლიანობას. არსებობს რამდენიმე ვერსია იმის თაობაზე, თუ რატომ და როგორ გახდა ერიკ არტურ ბლერი ჯორჯ ორუელი. როგორ გაჩნდა ეს ფსევდონიმი. ერთის თანახმად, როდესაც მწერლის პირველი წიგნი გამოქვეყნდა პარიზისა და ლონდონის ფსკერზე, ის მოერიდა მშობლების რისხვას, რომლებსაც შეიძლება ამოეცნოთ ის მაწანწალა გმირში. მეორე ვერსიით მას ეჭვი ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში და ფსევდონიმი იმ შემთხვევისთვის აირჩია, თუ კი ლიტერატურული დებიუტი ჩავარდებოდა. არის მესამე ვერსიაც, მისტიკური. თითქოს მწერალს შავი მაგიის სჯეროდა და ფსევდონიმს ამიტომ აფარებდა თავს, რომ მტრები მის მოგონილ სახელს დასხმოდნენ თავს და არა ნამდვილს. სხვადასხვა ეს უკვე ვერსია არ არის, არამედ ფაქტია, რომ გარდაცვალების წინ დაიბარა მისი საფლავის ქვაზე არანაირი ჯორჯ ორუელი არ დაეწერათ, არამედ დაეწერათ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. ეხლა რატომ ჯორჯ ორუელი? იმიტომ რომ ჯორჯი ინგლისის მფარველი წმინდანია, ორუელი კი მდინარის სახელია, სადაც ის ბავშვობაში ხშირად თევზაობდა ხოლმე. ერიკ არტურ ბლერი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში, რიჩარდ და იდა მეიბელ ბლერების ოჯახში. მამამისი მუშაობდა წვრილმოხელედ დეპარტამენტში, რომელსაც ერქვა ოპიუმის დეპარტამენტი. ეს უწყება ოპიუმის მოყვანის და გაყიდვის საქმეებს აგვარებდა. ოჯახს ჰქონდა არისტოკრატიული ფესვებიც, მაგრამ ისინი მიეკუთვნებოდნენ შედარებით ღარიბ საშუალო კლასს. ინდოეთში უკეთ ცხოვრობდნენ. მოსამსახურეებიც ჰყავდათ და ძიძებიც. მამამ კარიერაში წინსვლა ვერ შეძლო. როდესაც ბავშვს 1 წელი შეუსრულდა, გავრცელდა ჭირის ეპიდემია, დედას შეეშინდა და შვილები, ერიკი და მისი უფროსი და წაიყვანა ინგლისში. კოლონიაში მცხოვრები ოჯახები ხშირად აგზავნიდნენ შვილებს ინგლისში, მაგრამ დედები ბრუნდებოდნენ ხოლმე. ორუელის დედა დარჩება შვილებთან ინგლისში და უკან აღარ დაბრუნდება. ბიჭი ისე გახდა 9 წლის, რომ მამამის ფაქტობრივად არ იცნობდა. ერთხელ ჰყავდა ნანახი, როდესაც მამა ოჯახის სანახავად ჩავიდა. შემდეგ მამაც გადავა ინგლისში საცხოვრებლად, ამის შემდეგ კი ძიძები და კარგი ცხოვრება ქრემა. ყველაფერი შეიცვალა. გაჩნდა ფინანსური პრობლემები, რომელიც სულ უფრო მძიმდებოდა. რაც ცხადია, ყველასთვის პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ორუელისთვის ეს განსაკუთრებული ტრავმა აღმოჩნდა, ამის გამო მას ბავშვობიდან ბევრი კომპლექსი გაუჩნდება. პრობლემების მიუხედავად, ოჯახს უნდოდა, რომ ბიჭს კარგი განათლება მიეღო და ამის გამო დიდ მსხვერპლზეც მიდიოდნენ, ბიძაც ეხმარებოდა თამაში, 5 წლისას შეიყვანეს სამონასტრო სკოლაში. 8 წლისას კი გადაიყვანეს ძვირფას დახურულ სკოლაში ბიჭებისთვის. ეს იყო წმინდა კიპრიანეს სკოლა. ის 1939 წლამდე იარსებებს და მას ხელმძღვანელობდნენ ცოლ-ქმარი უილკსები. ერიკმა მიიღო სტიპენდია, მაგრამ ის აღმოჩნდა გარემოში, სადაც თანაკლასელები იყვნენ ბევრად მდიდარი ოჯახებიდან. სკოლას აწყობდა შედარებით ღარიბი ბავშვის მიღება, რადგან ამას შემდეგ რეკლამისთვის იყენებდნენ. წარმატების შემთხვევაში იტყოდნენ, რომ მაგალითად მათი სკოლის მოსწავლემ ოქსფორდში ჩააბარა. მაგრამ ერიკი ძალიან განიცდიდა სხვაობას სხვა ბავშვებთან, თავს გრძნობდა უსუსურად და დამცირებულად. ეს ყველაფერი პირველ რიგში ცნობილია მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან, რომელშიც ის აღწერს ამ ცოლ-ქმარ უილკსებს და ბავშვებსაც, ვისთან ერთადაც სწავლობდა საშინელ ადამიანებად. დახურულ ინგლისურ სკოლებს ხშირად ადარებდნენ ციხეს და კოლონიას. იქ მკაცრი წესები მოქმედებდა, აღზრდა მოიცავდა ბავშვების ფიზიკურ დასჯას, მათ პიროვნულად თრუნავდნენ იმ მოტივით, რომ ხასიათს უყალიბებდნენ.
ბევრი სპორტით და შეჯიბრებებით. ერიკი იყო სუსტი ბავშვი ფიზიკურად და არ გამოსდიოდა ყოფილიყო ისეთი, როგორებიც იყვნენ სხვები. ერთი მხრივ ის ცდილობდა ამ გარემოსთან მორგებას, მეორე მხრივ კი სულ ამბოხზე ფიქრობდა. უნდოდა სხვაგვარად გამოერჩიათ და არა როგორც ღარიბი და სუსტი მოსწავლე. მისის უილკსის აღწერს საშინელ მანიპულატორად, რომელსაც ჰყავდა ფავორიტები სკოლაში, ძირითადად მდიდარი ბავშვები და ხან ერთს დაიახლოვებდა, ხან მეორეს და აი ამ მანიპულაციას სხვების აზრებით და გონებით, რითიც ორუელი მერე მთელი ცხოვრება იქნება დაინტერესებული, პირველად მძაფრად იგრძნობს ჯერ კიდევ ამ სკოლაში. თითქოს აქვე ჩაუნერგავენ მას თავად ასე წერს, რომ საკუთარი თავის გარდა მას ვერასდროს ვერავინ დაეხმარება. ამიტომ თავად უნდა დაიდგას წელებზე ფეხი და გაიკვლევოს გზა. სხვა შანსი არ აქვს, რადგან მდიდარი არ არის. დაახლოებით ამ პერიოდში ის გაიცნობს მეზობლებს, ბადიკომების ოჯახს, რომლებთანაც ის დამეგობრდება. მათი ქალიშვილი შეუყვარდება, ჯასინტა, ბადიკომი და თითქოს მთელი ცხოვრება ეს გოგო უყვარდა, ყოველ შემთხვევაში ეს ოჯახი იყო მისთვის მნიშვნელოვანი. ეს ის ჯასინტა, რომელიც შემდეგ თავის მოგონებებში, მემუარებში დაწერს, რომ ერიკი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ამბობდა, რომ მწერალი გამოვიდოდა თან არა რიგითი, არამედ დიდი მწერალი. და აი როგორ გაიცნობს ამ ბადიკომების ოჯახის ბავშვებს ერიკი. როცა დაინახავს, რომ გვერდით ეზოში თამაშობენ, შევა მათთან და მომენტალურად თავდაყირა დადგება, რითიც უცებ მიიპყრობს მათ ყურადღებას. ასეც ცდილობდა ის ყურადღების მიპყრობას ზოგადად, უნდოდა რომ დაენახათ და არსად ჩაკარგულიყო. 1917 წელს ერიკ ბლერი ჩააბარებს იტონში, ყველაზე პრესტიჟულ და არისტოკრატიულ სასწავლებელში, სადაც ძალიან პრივილეგირებული ოჯახის შვილები სწავლობენ. მან ძალიან ბევრი იშრომა ამისთვის, თავიდან ვერ მოხვდება, მაგრამ ნახევარ წელიწადში გათავისუფლდება ადგილი და იწყებს სწავლას იტონში თავისი სტიპენდიით. ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა იმისთვის, რომ შემდეგ მიეღო სტიპენდია ოქსფორდში ან კემბრიჯში სწავლის გასაგრძელებლად, ეს ტრადიციული გზა პოლიტიკოსის ან სახელმწიფო მოღვაწის კარიერისთვის. მაგრამ ის აღარ გააგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ გამოსაშო გამოცდებს იტონში ძალიან ნორმალურად ჩააბარეს. რატომ მოხდა ეს? არავინ იცის, ერთ-ერთი ვერსიით თითქოს ჯასინტა ბადიკომმა უარი უთხრა ურთიერთობაზე და მან გადაწყვიტა, რომ არაფერს მსგავს აზრი არ აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უცნობია კონკრეტული მიზეზი და აი ამის შემდეგ გაემგზავრება კოლონიაში, ბირმაში, სადაც უდიპლომო ახალგაზრდა კაცისთვის მეტი შესაძლებლობები არსებობდა. ასე გახდა მომავალი მწერალი, რომელიც ტოტალიტარიზმზე ყველაზე დიდ ციკლს დაწერს, რიგითი პოლიციელი ბირმაში. იტონის კურსდამთავრებულისთვის ამგვარ სიტუაციაში მოხვედრა იყო სრული დაცემა. მაგრამ ის იყო ერთადერთი სტუდენტი ამ სკოლის ისტორიაში, ვინც მსგავსი გზა აირჩია და პრინციპში ამითაც თავი გამოიჩინა. მაშინ, როდესაც მისი სკოლელები პრესტიჟულ კოლეჯებში აბარებდნენ და კარიერას იწყებდნენ. ის თუ როგორ უსამართლოდ და სამყარო მოწყობილი, ამას ორუელი ადრევე მიხვდა, ჯერ სკოლაში, რომელიც იყო ძლიერის ტრიუმფის უსწრე. და ზოგადად თვლიდა, რომ ცხოვრება იყო ასეთი უსამართლო და რომ ისიც განწირულია ასეთი სევდიანი ყოფისთვის. ის აღიქვამდა თავს ღარიბად, ღატაკადაც კი და დარწმუნებული იყო, რომ ვერაფერს მიაღწევდა. რომ იყო ცუდი, მოუქნელი, დამძიმებული ცოდვებით, სუსტი და ყველაფერში დამნაშავე. ის ხედავდა, როგორ უსამართლოდ ექცეოდნენ ბირმაში თეთრები ადგილობრივებს. ვიღაც ახალდასაქმებულ ახალგაზრდას შეეძლო მოხუცი მსახური ეცემა და თვლიდა, რომ ეს იყო ნორმალური. გული ერეოდა ამ ყველაფერზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ თავადაც თავს თეთრ ბატონად აღიქვამდა. იმისთვის, რომ ძლიერებთან და მათ მხარეს არ ყოფილიყო, დაიწყო ურთიერთობა გარიყულებთ ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოების კანონებს არ ემორჩილებოდა. 1927 წელს ერიკ ბლერი დაბრუნდება ინგლისში და გადაწყვეტს გახდეს მწერალი. ჯეკ ლონდონის მსგავსად, მისი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო, დასახლდება უღარიბეს რაიონში. ჩაიცვამს ძონძებს და დაიწყებს ფსკერზე დაშვებას ლონდონის ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს შორის. ის წერდა ჩანაწერებს თავის იმდროინდელ ცხოვრებაზე, რომლის გამოქვეყნებასაც ნელ-ნელა დაიწყებენ. შემდეგ იგივეს გააკეთებს პარიზშიც. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იმ დროს პარიზში ცხოვრობდნენ ჰემინგუეი, ფიცჯერალდი, გერტრუდა სტაინი. ის კი ცხოვრობს მეძავეებთან და უსახლკაროებთან. შემდეგ ისევ დაბრუნდება ინგლისში, სადაც ხშირად იცვლის სამუშაოს,
მოსაწყენ ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა, წერს რეცენზიებს და პატარა თხზულებებს. 1930-იანი წლების პირველ ნახევარში იწყებენ მისი წიგნების გამოქვეყნებას. ესენია პარიზის და ლონდონის ფსკერზე, „ბირმული დღეები“, ორი რომანი, „მღვდლის ქალიშვილი“ და „დაე იჩქაროს ასპეტის“, რომელთა გამოც შემდეგ რწმენოდა და ითხოვდა არ გამოექვეყნებინათ, აღარ გამოექვეყნებინათ ხელახლა, მაგრამ მაინც გამოსცემენ. ის ეძებდა გზებს, როგორმე ეცხოვრა ამ მისთვის პარადოქსულ რეალობაში, იმასაც შეეცადა, რომ არაფერი შეემჩნია, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არ გამოსდიოდა. თავის არასასიამოვნო პერსონაჟებს არქმევდა იმ ბიჭების სახელებს, რომლებთან ერთადაც იტონში სწავლობდა, ხოლო ადამიანებს თავისი ცხოვრებიდან ისე აღწერდა, რომ მაქსიმალურად გაესვა ხაზი, რამდენად საძაგლები იყვნენ ისინი. ეხლა როგორ ფიქრობს ის ამ დროს? ორუელი მივიდა იმ აზრამდე, რომ დაჩაგრული ყოველთვის მართალია. ჩაგვრელი კი ყოველთვის დამნაშავე, რაც რა თქმა უნდა, საკითხის ზედმეტად გამარტივებაა, მაგრამ ასე თვლიდა თავად. ოღონდ კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად ის მზად არ იყო. ბევრი ვინც შეწუხებული იყო დაჩაგრული ფენების ბედით, მიდიოდა ღარიბებთან, ასწავლიდა მათ, ან მკურნალობდა. მაგრამ ორუელი ამას არ აკეთებდა. ის კი არ ეხმარებოდა მათ, არამედ უბრალოდ ემსგავსებოდა მათ. სამაგიეროდ რისხვას არ მალავდა საზოგადოების, მათ შორის იმათ მიმართაც, ვისაც დახმარება სურდა. მისი აზრით ამას ყველა ცუდად აკეთებდა: ქველმოქმედები, სოციალისტები და მდიდრები. ფსკერზეც იმიტომ ეშვებოდა, რომ არამხოლოდ ლოთების და ღატაკების ცხოვრება აღეწერა, არამედ მუდმივი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებული. ორუელის ადრეულ ნამუშევრებში ჩანს მისი ყრმობის დროინდელი ტრავმები, კომპლექსები, გაღიზიანება შეძლებული, განათლებული არისტოკრატები. მეგობრებიც სხვადასხვაგვარად აღწერენ მას. ნაწილი ამბობს, რომ ის იყო დიდი ბავშვი. ნაწილი კი ახასიათებს როგორც ადამიანს, რომელიც რომ დაიბადა, უკვე იყო მოხუცი. მოგვიანებით დაწერს, რომ 7-8 წლიდან მივხვდი უფროსებთან გრძნობები არ უნდა გამომეხატა. მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა დედა, ამას ძალიან აფასებდა, დებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეორე და მასზე უმცროსი იყო, მაგრამ აი ასეთი ჩაკეტილი კაცი იყო. კოლონიური პერიოდიდან მას ჰქონდა თითქმის პარანოია და რაც უფრო უმძაფრდებოდა ეს მემარცხენე შეხედულებები, ეს პარანოიაც ძლიერდებოდა. სულ ეჩვენებოდა, რომ უთვალთვალებდა. მისი სიკვდილის შემდეგ გაიგვა, რომ მართლაც უთვალთვალებდა პოლიცია, რადგან ძალიან უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველა მისი მეგობარი იხსენებს, რომ იყო მოუქნელი, სულ რაღაც უტყდებოდა, რაღაცას ეჯახებოდა, მაგრამ იმავე დროს ცნობილია, რომ ძალიან მომხიბვლელი ადამიანიც იყო. მისი პირადი ცხოვრება იყო ძალიან აქტიური. ქალებს მუდმივად უყვარდებოდა. ანუ ერთი შეხედვით ასეთი სიმძიმის საფუძველი, რასაც ის განიცდიდა, ნამდვილად არ ჰქონდა. უყვარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰქონდა ცხოველების და მცენარეების სამყაროზე ძალიან დიდი ცოდნა. ზოგადად ბუნება აინტერესებდა ტექნიკა, ტექნოლოგიები, ხელობები იზიდავდა. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. უამრავმა ადამიანმა მთელი მსოფლიოდან ეს ომი აღიქვა როგორც თავისუფლების და ფაშიზმის დაპირისპირება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფრანკისტებს მხარი დაუჭირა ჰიტლერმა. სახალხო ფრონტის წარმომადგენლებს კი საბჭოთა კავშირმა. ესპანეთს მიასხდა უამრავი მემარცხენე შეხედულების ადამიანი მთელი მსოფლიოდან, ფაშისტთან საბრძოლველად. ორუელმაც გადაწყვიტა ბრძოლა. ის უკვე 30 წელზე მეტისაა, ცოტა ხნით ადრე ცოლი მოიყვანა, ეილინ მოდბლერი, პოეტი, ფსიქოლოგი და ესპანეთში ცოლთან ერთად გაემგზავრა. იქ იყო ურთულესი სიტუაცია. ესპანეთში მოქმედებდნენ კომუნისტები, სოციალისტები, ანარქისტები და ყველას ჰყავდა თავისი რაზმები. ორუელი მოხვდა მარქსისტების მუშათა პარტიის არმიაში. თავიდან ეს ძალა იყო ძალიან ავტორიტეტული, ვიდრე კომუნისტებმა საბჭოთა კავშირის დახმარებით უფრო არ გამოიჩინეს თან. ორუელისთვის სულ ერთი იყო, ვის რიგებში იბრძოლებდა, ოღონდ კი ისინი ფაშიზმის წინააღმდეგ ყოფილიყვნენ. ფრონტზე 115 დღეს გაატარებს. მოგვიანებით თავის წიგნში „პატივი კატალონიას“ ის დაწერს, რომ ჩემთვის რომ ეკითხა რატომ წავედი მოხალისედ, უპასუხებდი, რომ ფაშისტთა ბრძოლისთვის, ხოლო კითხვაზე რისთვის ვიბრძვი, უპასუხებდი საყოველთაო წესიერებისთვის. თავიდან მას ყველაფერი მოეწონა, ფიქრობდა, რომ აღმოჩნდა ცოცხალ დემოკრატიაში, ატმოსფეროში, რომელზეც ოცნებობდა. მაგრამ მალე დაჭრიან თან ძალიან მძიმედ, ყელში, ისე რომ ძლივს გადარჩება,
და იმ დროის განმავლობაში, რაც მან ჰოსპიტალში გაატარა, ყველაფერი შეიცვალა. სტალინის წარმომადგენლები ესპანელი კომუნისტებისგან მოითხოვდნენ წმენდის ჩატარებას თავიანთ რიგებში. დაიწყო შეტაკებები ანარქისტებს და კომუნისტებს შორის. ორველის თვალწინ ქრებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩასულები იყვნენ ფაშიზმთან საბრძოლველად და რაღაცით კომუნისტებს თვალში არ მოუვიდოდნენ. დაიწყო სრული განუკითხაობა. თავადაც კინაღამად დაიჭირეს, იმალებოდა და რაღაც სასწაულებრივად გაიპარა ბარსელონიდან ცოლთან ერთად. და ისევე წინააღმდეგობრივი განცდა. ერთი მხრივ მას უნდოდა, რომ სახალხო ფრონტს გაემარჯვა, მეორე მხრივ ხედავდა, რომ მთელი ძალით მოქმედებდა ტერორი, ადამიანები თავისიანებს ხვრედნენ და აწამებდნენ ციხეებში. და აი ამ დროს მასში ხდება მთავარი გარდატეხა. ის მიხვდა, რომ თუ კი სადმე უნდა ეძებნა სამართლიანობა, ეს საბჭოთა კავშირი ნამდვილად არ იყო და ამით განსხვავდებოდა ის ბერნარდ შოუსგან, ჰერბერტ უელსისგან, ფეიხტვანგერისგან და ბევრი სხვისგან, ვინც სტალინის ხილში ჩავარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორუელი იწყებს დიდ მწერლად ჩამოყალიბებას. ის აღარ წერს მხოლოდ საკუთარ თავს. მისი შემდეგი წიგნი ცხოველების ფერმა, ეს არის იგავი. წიგნში ღორებმა გააგდეს ფერმიდან ფერმერი მისტერ ჯონსი და ააშენეს საკუთარი სამყარო მმართველი ღორის ნაპოლეონის ხელმძღვანელობით. ცხოველებმა შექმნეს მცნებები, რომლებიც ცხოვრობასთან ერთად იცვლება და ბოლოს მაგალითად რჩება მხოლოდ ერთი მცნება, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები. ეს რა თქმა უნდა იყო საბჭოთა კავშირის ისტორია რევოლუციის სახეცვლილების შესახებ. ისტორია მოყოლილი იგავად, მაგრამ კაფიოდ და ძალიან ჭკვიანურად. ამ წიგნს ის 1954 წელს დაასრულებს და მას 1956 წელს გამოაქვეყნებენ. წიგნმა ისე გაუთქვა სახელი, რომ მოსვენებას არ აძლევდნენ, თავის მეგობარს წერდა, ყველა რაღაც ბროშურას და სტატიას მიკვეთავს, მე კი თავისუფლება მინდა და დრო მინდა ფიქრისთვის, ვიხრჩობი ამ ჟურნალისტიკისგან. გაწურულ ლიმონს მაგონებს, ჩემი თავია. მაგრამ მანამდე მსოფლიოს თავზე შავი ღრუბელი იყრის თავს. ესპანეთში ფრანკისტები იმარჯვებენ. მეორე მსოფლიო ომი იწყება. მანამდე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ფორმდება, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება ჰიტლერის გერმანიას და სტალინის საბჭოთა კავშირს შორის. 1941 წელს ჰიტლერი თავს დაესხმება საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი ხდება ინგლისის მოკავშირე და ყველა ჩერჩილით დაწყებული მზად არის სტალინთან მოსალაპარაკებლად. აი რას წერდა ორუელი თავის დღიურში ამ დროს. რთული აიპოვა ჩვენი დროის მორალური და ემოციური შეზღუდულობის უკეთესი მაგალითი, ვიდრე ის ფაქტი, რომ ახლა ყველა ჩვენგანი მეტად თუ ნაკლებად სტალინისკენ ვართ. ეს ამაზრზენი მკვლელი დროებით ჩვენ მხარეს. ამიტომ წმენდა და სხვა ყველაფერი უცებ დავიწყებული. მას უნდა და ითხოვს ომში წასვლას, მაგრამ ძალიან ავადაა ტუბერკულოზით, ამიტომ არ მიჰყავთ. იწყებს რადიოში მუშაობას BBC-ზე, სადაც ძირითადად მიჰყავს ანტიფაშისტური და კულტურული გადაცემები ინდოეთისა და ბრიტანეთის იმპერიის სხვა ქვეყნებისთვის, რომ ინდოეთის მცხოვრებლები არ მოწყვეტილიყვნენ იმპერიას. ეს იყო პროპაგანდისტული გადაცემები და ამ გამოცდილებასაც გამოიყენებს ის თავის წიგნში 1984-ში. უბრალოდ ცოტა უცნაურია, რომ ასეთ ანტიიმპერიალისტს ასეთი გადაცემა მიჰყავდა. მაგრამ ეს გაგრძელდა მანამ სანამ არ გაირკვა, რომ ამ გადაცემებს არავინ უსმენდა და ის წავა რადიოდან. ორუელის ცხოვრების ბოლო წლები ძალიან მძიმე იყო. მოულოდნელად გარდაიცვალა მისი ცოლი. გადაყვა რაღაც რუტინულ ოპერაციას, რომლის შესახებაც ქმარს არც კი გააფრთხილებს, არადა ცოტა ხნით ადრე ისინი იშვილებენ ბავშვს. თავად ორუელს აქვს ტუბერკულოზი. ის მიდის შოტლანდიაში, კუნძულზე ჯურა თავის დასთან და პატარა შვილთან ერთად და იწყებს მუშაობას თავის მთავარ წიგნზე 1984. თან ისეთ ადგილში არჩევს საცხოვრებლად, რომ მარტივად ვერავინ მივიდეს. დარგავს ვაშლის ხეებს, ბოსტანს მოაწყობს, ქათმებს და ბატებს გაიჩენს. მისი ბიოგრაფი რიჩარდ რისი წერდა ასეთ რამეს, რომ მას ეგონა, რომ ამ კუნძულზე დაფუძნდებოდა, მაგრამ ცივ და ქარიან კუნძულზე ცხოვრება მის ისედაც სუსტ ჯანმრთელობას კიდევ უფრო დაამძიმებს და ტუბერკულოზი გაუმწვავდება. თუმცა 1984-ს ის მაინც დაწერს, აქ ის ისევ თავის საყვარელ თემაზე წერს, თუ როგორ ანადგურებს პიროვნებას გარემოებები და ძალაუფლება, მაგრამ წერის და აზრის სიღრმის მხრივ ის აქ ბევრად დიდ სიმაღლეებს აღწევს.
1984 ესაა გაცილებით მეტი ვიდრე მხოლოდ წიგნი სტალინის რეჟიმის შესახებ. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც ისინი თავს უხრიან ბოროტებას, როდესაც უკან იხევენ ძლიერთან. ის არანაკლებ აქტუალურია დღეს, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად მსოფლიოშიც, როდესაც ირგვლივ უამრავი უმსგავსობა, ათმაგი სტანდარტები, ცინიკური შეთანხმება და კომპრომისია. ორუელი ეყრდნობოდა თავის თანამედროვეებს და წინამორბედებს, ჯეკ ლონდონს, ჰერბერტ უელსს, უელსის თანამედროვეუტოპიამ, რომელიც მან 1905 წელს დაწერა, ორუელზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. მართალია მოგვიანებით მასზე იმედი გაუცრუდება, მაგრამ თავიდან შთაბეჭდილების ქვეშ იყო. უელსის წიგნში გმირები ხვდებიან პლანეტაზეუტოპია, რომელიც გავს დედამიწას, მაგრამ ქვეყნები იქ არ არის. ამ სამყაროს მართავენ ფილოსოფოსები. იქ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს და რესურსები გონივრულად არის გადანაწილებული. მაგრამ მთელი ეს მშვენიერი ცხოვრება მიიღწევა კონტროლის საშუალებით. სახელმწიფო აკონტროლებს ყველაფერს, მოქალაქეების ჯანმრთელობას, მათ ოჯახურ და პირად ცხოვრებას, შვილების ყოლის უფლებასაც კი და ასე შემდეგ. მოგვიანებით ორუელი დაწერს, რომ უელსი აგერ უკვე 40 წელია გვიზიარებს ერთსა და იმავე აზრებს მქადაგებლის სახით, რომელიც აღშფოთებულია მსმენელების სიშტერით, რომლებიც ნუ იტყვით და თურმე ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებს ვერ ითვისებენ. უელსის იდეებმა მხოლოდ ორუელი არ შეაწუხა, მე-20 საუკუნის ბევრი მოაზროვნე დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად კარგია, როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებს, თუნდაც მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. 1932 წელს ოლდოს ჰაქსლი გამოაქვეყნებს რომანს „საოცარი ახალი სამყარო“, რომლითაც უელსს უპასუხებს. ჰაქსლის სამყაროში ყველა კარგად გრძნობს თავს, ყველას აქვს წვდომა რესურსებთან და სიამოვნებასთან, მაგრამ ეს ადამიანური ცხოვრება არ არის. სახელმწიფო წყვეტს დაბადებით, რომელ კლასს უნდა მიეკუთვნებოდე და თუ კი ეს დაბალი ფენაა, შენ საგანგებოდ გაშტერებენ. ორველზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ასევე ევგენი ზამიატინის რომანმა „ჩვენ“, რომელიც 1920 წელს დაიწერა და 1924 წელს გამოქვეყნდა. რუსეთში ის მხოლოდ პერესტროიკის შემდეგ გამოაქვეყნეს. ორუელი თავიდან არ ამბობდა, რომ ის წაკითხული ჰქონდა, მაგრამ 1946 წელს ზამიატინზე რეცენზიას დაწერს. ჯორჯ ორუელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიხვდა კავშირს ენას, აზროვნებას, აზრის ჩახშობას, პროპაგანდას და ტვინების გამორეცხვას შორის. შემთხვევით არ შემოაქვს მას 1984-ში ახალ მეტყველება. ამ ახალ მეტყველებას არ შეუძლია იმ აზრების გამოხატვა, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ლექსიკა ისე იყო კონსტრუირებული, რომ ზუსტად და ძალიან დახვეწილად გადმოეცა პარტიის წევრისთვის საჭირო ნებისმიერი ნებადართული მნიშვნელობა. გარდა ამისა, გაექრო ყველა სხვა მნიშვნელობა, ისევე როგორც მათთან შემოვლითი გზებით მისვლის შესაძლებლობები. ნაწარმოებში ახალ მეტყველება ხელისუფლების მიერ მეტყველების გარკვეულ ფორმებზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც თავის მხრივ აზროვნების შეზღუდვასაც იწვევს. ინგსოცი, ინგლისური სოციალიზმი, ტოტალიტარული რეჟიმი შეზღუდვებს აწესებს მოქალაქეთა ლექსიკაზე. ამ აკრძალვების მიზანი ახალი თაობების აზროვნებაში ინგსოცის საწინააღმდეგო ნარატივის, რაც გამომხატველი ფორმების სრული გაქრობაა. თუ კი ინგსოცს დაქვემდებარებულებს არ შეუძლიათ აჯანყების ვერბალიზება, ანუ სიტყვით გამოხატვა, მაშინ ისინი ვერც მასზე ფიქრს შეძლებენ. 1984-ში ენის შეზღუდვის საშინელი ძალა ჩანს, მაგრამ ისიც ჩანს, რომ სამეტყველო ენის შეზღუდვით ადამიანის აზროვნების შეზღუდვა შეუძლებელია და ის განაგრძობს ფიქრს, იმის მიუხედავად, ვინმე ცდილობს თუ არა ომს დაარქვას მშვიდობა, სიმხდალეს სიმამაცე, ბოროტებას სიკეთე, სიმართლეს ტყუილი და ასე შემდეგ. ჩანს ეს 1984-ში, იმის მიუხედავად, თავად ორუელი ამ საშინელებიდან გამოსავალს ხედავდა თუ არა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრი, რომლის შესახებაც მწერალი წერს, არის ის, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო სრული კონტროლისკენ მიისწრაფვის. მის რომანში თვალთვალს ვერ გაექცევი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო მხოლოდ გარეგნულ მორჩილებას არ ითხოვს, არამედ მოითხოვს შინაგან მორჩილებასაც. დღეს ბევრი ადამიანი ცდილობს იმის გაგებას, თუ როგორ ხდება ისე, რომ თითქოს გონიერი, განათლებული, ჭკვიანი ადამიანი თვალსა და ხელშუა ამოტრიალდება, იცვლება, საოცრებებს ლაპარაკობს და შეიძლება უკადრებელიც იკადროს.
ყველა ეს მექანიზმი ორუელთან აღწერილია. ერიკ ბლერი მოესწრო თავისი წიგნის წარმატებას, ის გარდაიცვალა 1984-ის გამოქვეყნებიდან ერთ წელიწადში, 1950 წლის იანვარში ლონდონში და იყო სულ რაღაც 46 წლის. 1984-ს მუდმივად გამოსცემენ, თარგმნილია უამრავ ენაზე და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად კითხვადი რომანია. ის გდრგუნავს, მაგრამ მისი წაკითხვა აუცილებელია. ლიტერატურაზე მეტად ცხოვრების გზამკვლევი უფროა და მთავარი დასკვნა, რაც ამ ტექსტიდან გამოგაქვს, არის ის, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დიდი ძმა არ გიყვარდეს. იმის მიუხედავად, როგორ მოგაჩვენებს ის თავს და რა ფორმას მიიღებს. მოგწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები ორუელის და მისი წიგნების შესახებ. მანამდე კი გამოიწერეთ ნამდვილი ისტორიები და დაელოდეთ ახალ გამოშვებებს. ნახვამდის.